Absolutely marvelous, because one never knew what is going to happen next. And that is part of comedy, the suspense, the uncertainty, the doubt. You don't know whether they're going to throw something at us, or the cream is going to come at us, or whether they're going to do something. And the constant variety kept you just going. I mean, they took the lady from here, and you never know what's going to do, whether she's going to hit her on the head or not hit her on the head. And he actually did hit her on the cheeks and so on. So, one never knows. And that uncertainty is a very important element in comedy. And it was a wonderful experience. I wasn't expecting to be on stage, but just unexpected and a really fun experience. Namaste. კიდევ ერთხელ თავისუფალი თეატრი ესტუმრა ინდოეთს. მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ესეთი დიდი კულტურის ქვეყანა სიხარულით გვიგებს, ჩამოვდივართ და ვცდილობთ ქართული, ასე ვთქვათ, კულტურული და ინდური კულტურის მიმოცვლა გავაკეთოთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკვე მესამედ მიწევს ამ ფანტასტიკურ ქვეყანაში ჩამოსვლა, აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა კუთხე, მისი კულტურით, ყველაფრით და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო ვახლოვდებით და ალბათ გაცილებით მჭიდრო გახდება ეს ყველაფერი და ძალიან კარგია, არა მარტო ჩვენი თეატრი, არაერთი სხვა კულტურის წარმომადგენელი ჩამოდის ხოლმე აქ ხშირად და იმედია ისინიც ჩამოვლენ ჩვენთან და მოკლედ რა ჯობია კულტურულ გაცვლას და ამ მეგობრობას ვფიქრობ არაფერი მით უმეტეს ასეთ დიდ ქვეყანასთან. ძალიან დიდი ბედნიერება აქ ყოფნა. მე უკვე მესამედ მეწვია ეს ბედნიერება ინდოეთში სპექტაკლი მეჩვენებინა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დარპანს იმისათვის, რომ აი ეს საჩუქარი ეს მესამედ გამიკეთა გოაში, ჩემ საყვარელ ადგილას, სადაც გადაღებული მაქვს მე ფილმი. მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ მეთამაშა სპექტაკლი და კიდევ ერთხელ შევხვებოდი აი ამ ინდურ კულტურას, ინდოელ კოლეგებს, რომელთანაც ჰქონდა ძალიან საფუძვლიანი და ესეთი სიღრმისეული საუბარი, მასტერკლასები, როდესაც ჩვენ რაღაცა გავცვალეთ ერთმანეთში ჩვენი გამოცდილება. მე ბედნიერი ვარ მართლა, რომ დღეს ახლა აქ ვიმყოფები და მინდა გითხრათ, რომ აი არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს ბატონი დარპანი და ყველამ ჩვენ რაღაცა ქედი უნდა მოვიხაროთ ამ ადამიანის წინაშე, რომ აი ესეთ საჩუქარს გვიკეთებს, ესეთ საჩუქარს უკეთებს ქართულ თეატრს, ქართულ კულტურას. ეს მარტო ჩვენ არ ჩამოვდივართ აქ, კიდე სხვა კოლექტივებიც იყვნენ და ძალიან მიხარია, რომ ესე დავასრულეთ ჩვენი მე-8 ტური ინდური ქართული კულტურული ფესტივალების იკო დღეს თავისუფალი თეატრი სპექტაკლი ჩატარდა. ძალიან გმაყოფილი იყო მაყურებელი, იმიტომ დღევანდელი სპექტაკლში არც ენა არ იყო ბარიერი, მონოსპექტაკლი იყო და კომედი იყო. ძალიან მოეწონა და თან ჩართული იყო მაყურებელის ამ სპექტაკლში და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გოა კალა აკადემიის და დიდი მადლობა თავისუფალი თეატრს, რომ აქ მოვიდნენ
და ეს სპექტაკლი ჩაატარეთ. დიდი მადლობა. იღირება ზღვები, იღირება ხმელეთი, იღირება მთები, არის ელეთმელეთი. გაყიდიან თავს, გაყიდიან თვალს, გაყიდიან გულს. იღირება მთები, არის ელეთმელეთი. გაყიდიან თავს, გაყიდიან თვალს, გაყიდიან გულს, გაყიდიან სულს. So nice. I got it here.